რა უნდა გავაკეთო თუ არ მოგბეზდეს ეს გარემო ზოგადად? ჩემი თავი იყო ყოველთვის მოტივატორი ჩემთვის. რას ურჩევდი ადამიანებს, როგორ უნდა იყვებონ? არ შეიძლება მესი ლეისის ჩიპსებს უწევდეს რეკლამას სამარცხვინოა. მე ვიცი რომ დილით რომ მიღვიდე, სივიწყლით იწყებ დილას. აი მე მიშველეთ. აი ეს უნდა გადავლახოს 10 წამი ალბათ. შენ სხეულს უნდა მართავდეს შენ თვითონ. გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? გამარჯობა. შემოგიჭერით მოკლედ რა. კარგია, რა მეტი ადამიანი მოვა. ძალიან საინტერესოა ქაური გარემო და ძალიან მომწონს და ძალიან მაგარი ამბავია და მოკლედ მე მაინტერესებს როგორია შენი ყოველდღიურობა, რა ხდება აქ რა გარემოა? ჩემი ყოველდღიურობა ხო ესეთი გარემოა, ჩემი ყოველდღიურობა, სადაც ადამიანები მოდიან ერთი მიზნისთვის, ეს არის რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუმცა აი ეს სოციალიზაცია, ეს გარემო, ეს კომფორტი, რომელსაც თქვათ ეს ფიტნეს კლუბი სთავაზობს მომხმარებლებს, საბოლოო ჯამში მიყავს იქამდე, რომ ეს არის არა უბრალოდ საორჩო დარბაზი, არამედ კლუბი, ერთმანეთს იცნობს ხალხი, ერთმანეთთან ურთიერთობა უჩნდება და რაღაცა ესეთი ძალიან კარგი დადებითი ატმოსფერო არის სულ. იგზნობა ეს გარემო აბსოლუტურად და თან მით უმეტეს რომელი საათია ჯერ შუადღეა და ამდენი ადამიანია ჩვენს გარშემო და მოკლედ ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი და წარმომიდგენია რა ამბავი აქ და ნუ რამოდენიმე ბლიც კითხვები მინდა რომ დაგისვა და სიმშვიდე თუ მუსიკა რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ ხოლმე? ვარიშის დროს სიმშვიდე მირჩევნია რატომღაც. ანუ მშვიდი გარემოში მე სიმშვიდე ადამიანებს ურჩევნიათ მაღალი ტემპის მუსიკა ბევრს, მაგრამ ჩემთვის უფრო სიმშვიდე, იმიტომ რომ ჩემთვის ვარჯიში რაღაცნაირი მედიტაციური მდგომარეობა, რადგანაც ჩემს უნთქვას, ჩემს სხეულს უსმენ და მირჩევნია რომ იყოს სიმშვიდე. სიჩუმე. დილე თუ საღამოს ვარჯიში? მაინც რომელს არიჭებდი? რომელს გვირჩევდი? როდესაც მომიხერხდება ალბათ. წოდების მე თუ შესაძლებელია ვარჯიში. ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვა, ამბობენ ადამიანები მითია თუ არა, არ ვიცი, ამაზე ალბათ ყველაზე კარგ პასუხს რომ გამივიღებ. 6-ის მერე კვებასთან დაკავშირებით როგორ არის ეს ამბავი? შეიძლება თუ არა? 6-ის მერე დამოკიდებული ალბათ რომელ საათზე იძინებ და რომელ საათზე იღვიძებ. ყველას თავისი რითმი აქვს ეს ყოველდღიური და აი ძილის წინ ჯობია რომ როცა მიირთმევ მაშინვე არ დაიძინო, უბრალოდ დაიძინო ცოტა ცარიელი კუჭი. ანუ შეგვიძლია 6-ის მერე ცოტა დავარღვიოთ ხოლმე. ხო, ზოგი ადამიანი 2-ზე 3-ზე იძინებს და ამიტომ ფიერი ვერ იქნება. რა არის ყველაზე ცუდი რჩევა, რაც კი ფიტნეს კონსტრუქტორებისგან მოგისმენია? ესე ყველაზე ცუდი რჩევა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემთვის, რასაც უყვებ ადამიანები, რასაც უშვებენ, არის ზედმეტი ვარჯიში. ანუ ადამიანებს გონიათ, რაც უფრო მეტს ივარჯიშებენ, შედეგი ექნებათ უფრო მეტი და სინამდვილეში ეს არის დიდი ტყუილი და ყველა ადამიანს აქვს თავის ფიზიკური შესაძლებლობები და თავის ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს იმდენი სტრესი, რომელიც მას სარგებელს მოუტანს. რა უნდა გავაკეთო თუ არ მოგბეზდეს ეს გარემო ზოგადად? ალბათ ეგ ბალანსი. ბალანსი, რომ ანუ ძალიან არ დაიტვირთოს თავი, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოდის ივარჯიშებს 2 საათი, მივა სახლში ჩაიხედება სარკეში და ხედავს რომ ისევ ისეთია. მეორე დღეს ივარჯიშებს ისევ ისეთია. მესამე დღეს შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა და 2 კვირა ვარჯიშობ რაღაცა საათებს ჭამ ფიქრობს ადამიანი და შედეგი არ მაქვს. როცა ეს გახდება მუდმივი პროცესი და არ იქნება მხოლოდ ერთი თვით მოვედი საავარჯიშოდ ან 3 თვით მოვედი საავარჯიშოდ და ეს იქნება ყოველდღიურობის ნაწილი. აი, როდესაც ეს ყოველდღიურობა გახდება, აი მე 1 წლის თავზე ჩაიხედები სარკეში და საერთოდ სხვა ადამიანს დაინახავ. ძალიან მაგარი რჩევა. ვარჯიში დღეს როგორც ჩანს ძალიან ტრენდულია და ძალიან ბევრი ადამიანი ასე თუ ისე ნატულობს როგორც ხედავთ სავარჯიშო დარბაზებში. ეს რა მიმართულება რა ხდება? ადამიანების გონება, დაზრონება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ეს მართლა სჭირდებათ ადამიანებს და ტენდენციებს აყვნენ. როგორ არის ეს ამბავი? ალბათ ორივე. არის მომენტი, როდესაც ადამიანი მართლა გზნობს, რომ რაღაც კიბეზე ამოდის და სულ გაერევა და ანუ გზნობს, რომ ვარჯიში ჭირდება. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ტრენდს აწყობა. მაგრამ ეს ცუდი საერთოდ არ არის. პირიქით, ჯანსაღ ცხოვრებას და ჯანსაღ აზროვნებას თუ შენ გაუწევ პროპაგანდას და ეს გახდება ტრენდული და მხოლოდ ტრენდი აიყოლებს ამ ადამიანებს, კინა ტრენდმა აიყოლიოს, მაინც ის ადამიანი 1 თვის 2 თვის ვარჯიშის მერე ხვდება, რომ უი თურმე რა მაგარ ამბავში მოხდა.
ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენთან ვარჯიშობს, მე უკვე ნელა იწამლება აქაური გარემოთი და ხვდება, რომ მის გარეშე შეუძლებელია უბრალოდ ცხოვრებაც, ხო მესია? ხო, ადამიანები აღმოაჩენენ, რომ თურმე რა სხვანაირად და ბევრად უკეთ შემიძლია ვიყო. აი მაგალითად მე მქონდა ეგეთი პერიოდი, რომ ვეწეოდი თამბაქოს. დაახლოებით 3 წელი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სპორტშიც ვიყავი რა. ჩემს სპორტს ყოველ შემთხვევაში ესე ხელს არ უშლიდა და თვლიდი რომ არაფერში ხელს არ მიშლიდა და კარგად ვზნობდი თავს, ძალიან ჯანზეც ვიყავი, ყველაფერს მაგათ ვაკეთებდი და ერთ დღეს როდესაც გადავწყვიტე რომ თავი დამენებებია, აი მერე მივხვდი რომ თურმე რამდენ რაღაცაში მიშლის ხელს, ანუ როდესაც დავანებე თავი, მერე მივხვდი რომ თურმე რაც უდათ ვიყავი და ეხლა რა კარგად ვარ და ზუსტად აი ვარჯიშის ამბავიც ეგრეა, ადამიანი აგზნობს თავს სულად, ეხლა ისედაც შეიძლება აიგზნოს სულად თავი, მაგრამ როდესაც მოდის და აი ამ სფეროში შემოდგავს ფეხს და დაიწყებს ვარჯიშს და უკვე სხვანაირად სუნთქავს, სხვანაირად დადის, სხვანაირად იღვიძებს, სხვანაირად იძინებს, მე ხვდება რომ თურმე მჭირდებოდა და მე ამას ხო ამით იწამლებენ მე ადამიანები შედეგს უნახულობენ და მოგეც ამოტივაციო ისიც რომ თამბაქოს დავანებოთ თავი და დავიწყოთ რა თქმა უნდა სწორი ცხოვრება და სწორი კვება და ნუ გადაცემის მეორე ნაწილში უფრო მეც გავიგებთ გიორგისგან თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან მოხდა ეს ადამიანი თუნდაც ამ გარემოში და როგორც ცდილობს დღეს რომ აგვიმაღლოს ის განწყობა რომ ხვალდაზე ყველა ვიფიქროთ რომ სწორი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში. გიორგი, კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი და მინდა კითხვა დაგისვა, რამდენად რთულია იყო ყოველ შემთხვევაში ბოდიბილდერის მიმართულებით ცხოვრება, როგორც ჩვენ ცხოვრობდი და ვიცი რომ ამ სფეროს უკვე რაღაც გარკვეული პერიოდი ჩამოშორდი ხოლმე. კი, დაახლოებით 4 წელი ვიყავი აქტიურად ჩართული სპორტში. 2018 წელს მივიღე მონაწილეობა ბოლო შეჯიბრში, ეს იყო საერთაშორისო შეჯიბრი მისტერ ოლიმპია და საბედნიეროდ ავიღე მეორე ადგილი, კარგი შედეგია, თუმცა ჩემთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაშინ დავანებე საერთოდ მაგ სპორტს თავი. იმიტომ რომ იმხელა ჩემთვის დემოტივაცია იყო მეორე ადგილი. იმიტომ რომ საქართველოში ორჯერ მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი და ყველა შეჯიბრზე სადაც გავდიოდი არ არსებობდა ჩემთვის სხვა ადგილი. ერთადერთი ჩემი გასვლის მიზანი იყო რომ გამختارიყავი ჩემპიონი. საქართველოში პირველად მოხდა რომ საერთოდ მაგ შეჯიბრზე ქართველ სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი ძალიან მაგარი ვერცხლის медаლი შედეგია. რამდენად სტრესულია ზოგადად ეს გარემო, რაშიც სრულიყოფები ფაქტიურად ამდენ წლების განმავლობაში და ყოველდღიურად ვარჯიშობ, ხო აქტიურად ხარ ჩართული ეს სტრესთან დაკავშირებით როგორ არის ეს ამბავი რომ გაგვეცნო. წარმოიდგინეთ სულ როცა განსაკუთრებით ზადების პერიოდში სულ ხარ აწყობილი იმაზე რომ დღეში ორჯერ ვარჯიშობ მიირთმევ კონკრეტულ საკვებს იმას არა რაც შენ გინდა, არამედ რაღაც კონკრეტულ საკვებს რომ ის ფორმა, ანუ არაბუნებრივად იქცევ, ანუ ადამიანი ეს ხო არ იქცევა, ანუ არაბუნებრივად უაზროდ მაგრამ ბუნებრივი ხო ხდება მერე უკვე ეს ყველაფერი. ვერ გახდება ის რაც ადამიანისთვის არ არის. აი თვითონ ბოდიბილდერის ფორმაც ახლა რომ წარმოიდგინოთ, შეხედოთ ხო მაგარ ფორმებში არის, მაგრამ არ არის ეს ადამიანისთვის ბუნებრივი, ხო? მაინც ინსპირაცია ბოდიბილდერამდე მანამდე. ხო, ალბათ საიდან დაიბადა? არნოლდ შვარცენეგერი იყო ჩემი ესეთი პირველი ბავშვობაში რომ იმებს უყურებ ეს ფილმს კომანდო და ჩემ ბავშვობაშიც ძალიან აქტიური ტიპი იყო. აი ამ ეს ადამიანთან გარდა იმისა რომ ბოდიბილდერი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება და ზოგადად ძალიან საინტერესო პერსონაჟი. ესაც მე მგონი მაგარ ფორმაშია ხო რაღაც. კი, მიხარით მის ასაკისა, ხო, იმიტომ რომ ის ადამიანი არის რომელმაც ეს ბოდიბილდერული მხოლოდ და მხოლოდ კუნთების აზროვნება შეცვალა იმ აზროვნებამდე, რომ ჯანსაღი ცხოვრება ცოტა სხვა გაგება არის. როგორც წესი, იმხელა დატვირთვების მქონე ბოდიბილდერები ან ნაკლებს ცხოვრობენ ხოლმე, ან ძალიან ეთყობათ ეს ასაკი, რომ მაგალითად აი რონი კოლემანი არის ლეგენდა ხო, მაგრამ დღეს რო შევხედოთ ძალიან ეთყობა ასაკიც და ძალიან ესეთი ფორმაში არის, რომ იმ დიდმა დატვირთვებმა მასზე ნამდვილად იქონია გავლენა. ჩემი თავი იყო ყოველთვის მოტივატორი ჩემთვის, რომ ჩემი თავი განვითარებულიყო და ჩემი თავი გამომეცადა რაღაცეებში. ჭირდებოდა ახალი გამოცდილებები და ეს ახალი გამოცდილება იყო პროფესიონალური სპორტი და
მთელი ბავშვობა და მთელი შემდეგი კარიერა სულ სწავლა და სულ სხვა მიმართულებით ვიყავი და ამ ამბავში არ მქონდა ესე კი სპორტულად ვცხოვრობდი, მაგრამ პროფესიონალ სპორტი არ მქონდა გავასწრე და მინდოდა რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა რომ ეს უმაღლეს დონეზე შემიძლია და როდესაც ამ საფეხურზე მივედი, შემდეგ უკვე გავაგრძელებ ვარჯიში როგორც არაპროფესიული სპორტი, არამედ როგორც ყოველდღიური ჯანსაღი ცხოვრების წესი. მეტყობა კიდევაც სიმხილაც აღარ ვარ, 1-20 კილოთი მეტი ვიყავი, ხა უფრო გამხდარი ვარ. არა, ხა ძალიან კარგად გამოიყურებდი ჩვენ დარბაზში, უყურებდით როგორ ვარჯიშობდი ინტენსიურად და ძალიან ამას ადამიანები ნახავენ ამ კადრებს და ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც ესეც ფორმაში რო ხარ და რა კითხვა მაქვს, ვიცი, ეს ტრავმები რომელიც გქონდა გარკვეული პერიოდი, ხო, რაღაც მახსოვს, რაღაც სერიოზული ტრავმა მიიღე და იქიდან როგორ მოახერხე მე ამ ყველაფერში ისევ დაბრუნება სპორტში. სამოყვარულო დონეზე რაგბს თამაშობდი და ბოლოს ერთ-ერთი ახალშექმნილი კლუბი არის არაგველები, მოვიკითხა ყველას სიყვარულით. მოკლედ ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი და თამაშის დროს გავიწყვიტე ჯვარედინი იოგი და მომიხდა რომ როგორც რთული არის შემდეგ გაგრძელება უნდა ოპერაცია გამეკეთებინა ამ ოპერაციას კიდევ ერთი წელი რეაბილიტაცია ჭირდება შემდეგ და მოკლედ ოპერაცია არ გავიკეთე, მაგრამ ვარჯიში განვაახლე ნელ-ნელა და ეხლა უკვე ისეთ ფიზიკურ ფორმას დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის სრულიად საკმარისია. ეს ვცდილობ რომ ადამიანებს მისცე მოტივაცია, რომელი ადამიანები სწორად ნულიდან იწყებენ დარბაზში სიარულს, ხომ ესეა და მე მაინტერესებს აი ჩვენ რამდენიმე კითხვა ამასთან დაკავშირებით დავსვით, თუმცა მე მაინტერესებს აი ადამიანები რომლებიც დღეს ძალიან სტრესულია ზოგადად გარემო, ძალიან კარგად ხედავთ რომ ზოგადად რთულია დღეს როგორ რუტინაში ცხოვრობენ ახალგაზრდები ადამიანები, სამსახურებს გულისხმობ, ცხოვრებას გულისხმობ, ცხოვრების წესს გულისხმობ და როდესაც შენთან მოდიან, შენ როგორ ვცდილობ რომ ამ ყველაფერიდან გამოიყვანო მაქსიმალურად და საკუთარი თავი იპოვნონ. თუნდაც ის მაშინ როდესაც ძალიან რთულია ხოლმე საკუთარი თავის პოვნა. მე თვითონ მაქვს ამის გამოცდილება და სპორტმა ძალიან ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში, როდესაც ადამიანი მოდის სავარჯიშოდ პირველადი მიზანი არის ის, რომ დაეხმაროთ შენი ცოდნით, რომ ის სწორად ივარჯიშოს, ხო? მისცა მიმართულება, როგორ უნდა შეასრულოს ვარჯიშები, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს, რა გააკეთოს და მოკლედ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა რთული არის, იმიტომ რომ შეიძლება არასწორი ვარჯიშით რაღაც დაიზიანოს ან არ მიიღოს შედეგი და ამიტომ როდესაც პირადი მწვრთნელი აყავს ადამიანს, იმის მოდინი აქვს, რომ შედეგი მალე დადგება, ზიანს არ მიიღებს და ეს არის პირველადი მოთხოვნა, მაგრამ იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ეს ყველაფერი გახდეს ცხოვრების წესი, უკვე საჭიროა ტრენერის როგორც აი ალბათ ფსიქოლოგის ჩართულობაც ამ ყველაფერში, იმიტომ რომ უამრავი ტიპაჟის ადამიანი შეიძლება მოვიდეს, რომელსაც შეიძლება ჯანსაღი ცხოვრება ეს საერთო რაღაცა мотиваცია, მაგრამ სინამდვილეში ყველას აქვს სხვადასხვა რაღაცა мотиваცია კიდევ დამატებით რითვისაც მოდის. მაგალითად არიან მამაკაცები, რომელსაც აქვს რაღაც პოტენციის სექსუალურ ცხოვრებაში რაღაც პრობლემები, რომელიც უვარჯიშებლობა და ვთქვათ არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს ხოლმე და ვარჯიში ეხმარებათ მათ ამის გამოსწორებაში და ალბათ კარგი ინსტრუქტორის, კარგი პირადი მწვრთნელის, ასე ვთქვათ დავალება უნდა იყოს, რომ ზუსტად გამოიცნოს ამ ადამიანს რა ამოძრავებს, პირდაპირ შეიძლება არ გითხრას, ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დეპრესიაში იყოს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ამოიცნო და ამ მიმართულებით ესე ვთქვათ გაუღვიძებ мотиваციას, რომ აი ამაში გეხმარება ეს ყველაფერი და ასწავლე და დაანახებ, რომ აი ამას თუ გააკეთებ, რაღაც პერიოდის მერე ეს ყველაფერი გამოსწორდება, ამასაც დაინახავს, ამას მიაღწევს ამ შედეგს, შედეგს უკვე რო ხედავს ადამიანი, უკვე ეს შედეგი ხდება мотиваცია და ის აი რო იწამლება, იმიტომ იწამლება მაგ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით ადამიანი, რომ რა კარგად ვიგრძენი თავი, სარკეში მინდოდა უკეთ გამოჩენილიყავ, უკეთ ჩანვარ, აქ მინდოდა უკეთეს ყოფილიყო, უკეთესი ვარ და ამის დაკარგვა აღარ უნდა და შემდეგ ამას აღძელებს აქტიურად უკვე ჩართულობას. ის ახალგაზრდები, ვისაც ძალიან უჭირთ დაუშვათ დარბაზში შემოვიდნენ, დაიწყონ ვარჯიში და რაღაც ძალიან რთულად ეჩვენებათ ამ ყველაფერთან სიახლოვე. რას ურჩევდი, როგორ უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ეს რესურსი, რომ თუნდაც აი ხვალ ზეგ დაიწყონ აქტიური ვარჯიში და აქტიური ცხოვრება. ალბათ უნდა გააკეთოს არჩევანი. აქ შემეძლო მე რაღაც ესეთი სამოტივაციო ფრაზები მე თქვა, რომ დაიწყე ვარჯიში ესვე, ორშაბათიდან არა და ასე შემდეგ და no pain no gain და kick your ass და ასე, მაგრამ სინამდვილეში არჩევანია ეს ყველაფერი, ხო? ადამიანმა უნდა დააყენოს საკუთარი თავი არჩევანის წინაშე.
მინდა მე ახლა ესეთ გავაგზავნო ყველაფერი თუ მინდა რაღაცები შევცვალო, რაღაც კუთხით განვითარდე. ეს შეიძლება ცურვა იყოს, მაგალითად ვიცი რომ ცურავ. შეიძლება ველოსიპედით სიარული დილით, შეიძლება ეს იყოს იოგა ან რა ვიცი, ნებისმიერი სპორტული ფიზიკური აქტივობა, რომელიც ის არის, რასაც შენი სხეული აკეთებდა მილიონი წლის განმავლობაში. რასაც შენი წინაპრები ყოველდღურად აკეთებდნენ. ყოველთვის იყვნენ ფიზიკურად დაკავებულები და უცებ ტექნოლოგიურმა განვითარებამ ერთ საუკუნეც არ გასულა, რომ დააქვსვა ერთ ადგილზე, ტელევიზორთან მისვლაც არ გვჭირდება, პულტი გვაქვს და მოკლედ ფიზიკურ აქტივობას მოვწყდით, როცა ჩვენი წინაპრები სულ რაღაცა შრომაში იყვნენ. სინამდვილეში ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი ვარჯიში არის სიმულაცია იმ ძველი ფიზიკური აქტივობებისა, რომელსაც ადამიანები აკეთებდნენ. ესე უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ მე რაღაც დამატებით აი მუშაობ, იქ ბავშვი მყავს იქ ესა და მე კიდე ხა წავიდე და ვივარჯიშო, დამატებით არაფერს არ აკეთებ. ეს არის ის, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება და ამას შეიძლება თქვათ კვირაში 3-ჯერ 1 საათი დავუწყო. მაგრამ ხომ არიან ადამიანების კატეგორია, რომ ვერ ხვდებიან, რომ ეს სჭირდება. თუ უბრალოდ ამ ყველაფერს ცვლიან, რომ ეს არის ერთ-ერთი დამატებითი ამბავი, რომ უბრალოდ კარგ ფორმაში იყოს, ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, ცოტა მეტი კილოგრამები ჩამოყაროს და ნუ აი ცდილობს, რომ უბრალოდ აი ეს რაღაც გარკვეული პერიოდი ზაფხული მოდის, ცოტა ხანი ფორმაში ჩავდგები, მე ისევ გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ანუ დაახლოებით ესეთი ტენდენცია ხოლმე ამ მიმართულებით აზროვნების და თქვენ რასაც ახლა ამბობთ, გიორგი, ეს მესმის, რომ ეს არის რაღაც შინაგანი მთელი ესე ვთქვათ გენეტიკური დნმ-ური ამბავია, რომელიც ეს ჩვენში არსებობს და ჩვენ ეს უბრალოდ უნდა გავითავისოთ და გავიაზროთ, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში რამე ახალი კი არ არის, ეს უნდა იყოს და ყოველთვის უნდა არსებობდეს. ყველაზე მაგრად მაინტერესებს, აი შენ თვითონ როგორ მიხვედი ამ საერთოდ სპორტს როგორ დავუკავშირდი, როგორ დაიწყო ეს ამბავი? ძალიან გამხდარი და ძალიან სუსტი ვიყავი. აი ჩიბასტანას მეძახდე. ვერ წარმოვიდგენია. ფინანსისტი ვარ პროფესიით. მუშაობდი TBC ბანკში 3 წელი, ვიყავ ბიზნეს ესხების ანალიტიკოსი. და ესე უცნაურად ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მე სიამოვნებას არ მაინჭებდა. ეს იყო სამსახური ჩემთვის და არ მინდოდა სამსახური, მინდოდა მეკეთებინა ჩემი საქმიანობა, ის რაც მე სიამოვნებას მომანიჭებდა და ყოველთვის რადგან სპორტში და ყოველთვის ფიზიკურ აქტივობაში რომ ბედნიერად გრძნობდი თავს, გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით მოკლედ წავსულიყავი თავიდან ბოლომდე და აი ესე უცნაურად ბანკიდან ესე პიჯაკი გავიხადე, საროჭკე გავიხადე და ჩაიცუმა ისური სპორტულები. ზუსტად ესია და ადამიანები ალბათ ყველაზე მეტად ცხოვრებაში, რასაც ვეძებთ, ეს არის ბედნიერება და ბედნიერება საკუთარ თავში როცა პოულობთ და რა თქმა უნდა, როცა ადამიანს ბედნიერებას განიჭებს ნებისმიერი პროფესია, უფრო უნდა დაუახლოვდე და იქ უნდა იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოგეთ გიორგი, რა მაინტერესებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვა კვებასთან დაკავშირებით. აი რას ურჩევდი ადამიანებს, როგორ უნდა იკვებონ, რომ იცხოვრონ ჯანსაღად და ასევე სწორად? არანაირი მეცნიერება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს იმდენი კალორია, რამდენი სჭირდება. თორემ მაგალითად ახლა მწვანე სალათი, რაც არ უნდა ჯანსაღად შევფუთოთ, შეგვიძლია ისეთი ბოსტნეული მივირთვათ სულ და იმდენად ბევრი მივირთვათ, რომ მაინც მოვიმატოს წონაში. ავით შეიძლება ისეთი საკვები მიიღო, რომელიც ითვლება მაგალითად სტანდარტებში, ეს არის რაღაც ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ იმაზე მეტი მირთვა ვიდრე გჭირდება და ამითიც მოიმატებს წონაში. მაგალითად არსებობს რაც ხაჭაპური თუ გიყვარს, არ უნდა შეიზღუდო ხინკალი, თუ გიყვარს, არ უნდა შეიზღუდო მირთვი ხინკალი, ოღონდ მირთვი ზომიერების ფარგლებში. მეტი მეცნიერება თქო მაგას ვიძახი, არ არსებობს რა, უბრალოდ არ უნდა ჭამო იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება. აი მაღაზიაში შეხვალ ალბათ 1 ან 2 სექცია ეგეთი. აი ჩიპსები და ეს რაღაც მარილიანი ჭხირები და აი ხომ ხვდები რომ სექციაზეც გეუბნები. აი მაგ სექციას არ შეიძლება გაეკარო, იმიტომ რომ პირდაპირ წამლავენ. ანუ პირდაპირ მართლა გეუბნებით ადამიანები რომ ეს არის საწამლავი. არ შეიძლება მესი რომელიც სპორტსმენია და კვაპატიოს მესი და არ შეიძლება ლეისის ჩიპსებს უწევდეს რეკლამას. ნუ აი სამარცხვინო რა გაუჭირდა, არ ვიცი რომ რა ფული გაუჭირდა რომ იმის რეკლამაში არ გადაიღო, მაგას აი ვერანაირად ვერ ვაპატიებ. ანუ კიდე ერთი კითხვა მაქვს, ანუ ადამიანმა რაც არ უნდა აქტიურად იცხოვრო და როგორი სპორტსაც არ უნდა მიხვდა, თუნდაც დარბაზში ვარჯიშავდე, კვება არის 1/9, ხო, დაახლოებით საქმის, ხო? ესე რა ვიგოთ. ხო, აი მაგალითად ეგეთი მითი არსებობს, რომ კვება არის 70% და 20%. აი ზუსტად მაგმიტებში ვიყავი. ნახე ვაგრეთ ამითებს. როგორ არის იცი რომ ჯერ ვინ დათვალა 70% არ ვიცი ხო. მაგრამ ვიღაცამ არ ვიცი რა ფიტნეს
სპორტსმენმა ამ გურუმ თქვა, რომ 70% არის ყובה და 30 ვერ მოეწონა ეს ყველას და აყარო 3 ჯერ იქნება 35-ია და არა 30, ხო არის. მე მაგალითად რასაც მინდა მივირთმევ, მართლა რასაც მინდა, როცა რაღაც ხაჭაპური მომიდება, უნდა წავიდე ხაჭაპური ჭამო. მომინდება რაღაც ისეთი კერძი, რომელიც ძალიან კალორიულია, განსაკუთრებით ახალ საცივი, ხა საცივი როგორ არ უნდა ვჭამო, არ ვიცი. ხვდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმას ვაკონტროლებ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს იმაში, რადგან წეგან ვისაუბრეთ. ეს მაინტერესებს, ეს ზუნზული კარგია თუ როგორ არის? ძალიან ბევრი ახლა დავდიოდი ჩარჩი. ძალიან აქტიურად ზუნზულებს ხალხი. ცოტა ცუდის გამო მივა, ეხლა ესეთი რაღაც უნდა თქვა და შევა ვიღაცებს ეწყინოთ. აი კონკრეტულად ზუნზული ჩემთვის, ჩემი პირადი განმცდილებით, იმით რაც ნასწავლი მაქვს და იმით რაც ამ პერიოდის განმავლობაში რა გამოცდილებაც მიღებული მაქვს. ალბათ საერთოდ რო არ ევარჯიშოს ადამიანმა მაგას ჯობია. ნამდვილად და თუ ძუნძული გვინდა მაგათ ვიძუნძულოთ, მაგრამ სინამდვილეში ძუნძული არ არის არანაირ დიდი სიკეთის მონტანი ვარჯიში. ძუნძული შეიძლება გამოადგეს მაგალითად ფეხბურთელს, რომლისთვისაც 90 წუთის განმავლობაში თამაშობს, სადღაც გარკვეული პერიოდი უწევს თელის. ის მისი გამძლეობის გამომუშავებისთვის ჭირდება. აი როგორ წარმოუდგენია გიორგის, ну როცა მოვა დრო რომ სპორტ ჩამოშორდება, ხო მოვა ამის დრო. ვერ წარმოვიდგინე ჩემი თავარჩის გარშე. ანუ სულ იქნება. აი რაც ალბათ 80 წლის ასაკშიც ვივარჯიშებ, შეიძლება 100 კილოენ და 200 კილოენ შტანგები აღარ ავწიო, მაგრამ რაღაც ფიზიკური აქტივობა მექნება, ან იოგას გავაკეთებ, რაღაც ისეთ ვარჯიშს, რომელიც მოკლედ ფიზიკურად ყოველთვის აქტიური ვიქნები. ძალიან მაგარი იქნება 80 წლის ასაკშიც, როგორი მოტივირებულია და მოტივაცია დამეჯერეთ. მე კიდე ჩავწეროთ. აი მე 80 წლის მერე კიდე ჩავწეროთ. აი ამას წინამძად შენ ხვდა ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ შენ ხო გიორგი ორბელაძე ხარ და ვეღარ მსმობენ, იმიტომ რომ იმ ხელა რო აღარ ვარ და ცოტა გამხდარი ვარ, მაგრამ სახეზე ხომ ცნობს ადები და მე შენ ვიდეოებზე გავიზარდე და უყურებდი და შენ ჩემი мотиваცია იყავი. ჩვენს გადაცემაში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე შენსავი წარმატებული ადამიანები გიორგი და ადამიანებს ვაჩვენებთ იმ ადამიანებს, რომ დღეს მნიშვნელოვანი არის мотиваცია ცხოვრებაში, თუნდაც ნულიდან ყველაფრის თავიდან დაწყება და მე ვიცი რომ დილით რომ მიღვიდე ყველაზე მაგარი რაც არის ის არის ცივი წყლით იწყებ დილას. ძალიან მაგარი რაღაცა, ეხლა ძალიან ბევრი უნდა ვისაუბრო იმაზე, რომ რა დადებითი რაღაცები მოაქვს ამ ყველაფერს, ერთი გადაცემა შეიძლება მაგას დავუთო მართლა იმდენად მაგარი რაღაცა. მე ყოველთვის მქონდა ძალიან სუსტი იმუნიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენოვდი და რა ვიცი, კუნთები და ასე ვთქვა და ჯანსაღი ცხოვრება, იმუნიტეტი მქონდა ძალიან ცუდი, პატარა გაციებაზეც რაღაც ერთი კვირა უნდა წორილიყავი, ასე შემდეგ. აი როგორი რაღაცა იცი, ჩელენჯია რა, აი რაღაც შენ თავთან შეჯიბრა, დილით იღვიძებ, ზამთარია, ხო, ეხლა ცივა, ეხლა შეიძლება ოთახში თბილად ვართ, მაგრამ აი თბილო გინდა და გაიღვიძო ზამთარში, როდესაც შედიხარ მოუშვებ და ეს პირველი ის რა უნდა გადაივლო და რომ გადაივლებ ამ სიწყალს თავიდან სანამ ჩოლ არ ხარ რა თქმა და აი ეს თელი აი ზაც შეიკრები და შენი სხეული გეო მიშველე რა ხდება ეხლა და ხო აბარაა და ამ დროს შენ სხეულს აი ზუსტად მან ვიდეო რომ შენ სხეულს უნდა მართავდა შენ თვითონ და ამ შენ სხეულს ეუბნები რომ ბიჭო ეხლა დროზე მოეშვი რა გჭირს ცივი წყალი მეტი არაფერი და ერთი 10 წამის მერე ეს ყველაფერი მოიხსნება და სტრესი შეგიძლია მერე ერთი წუთი გაჩერდე მაგალითად და ეს სულეთ საკმაისია იმისთვის რომ შენი ორგანიზმი დაიბუსტოს უფრო ძლიერი იმუნიტეტით, ბევრი სასარგებლო ჰორმონით, მათ შორის ბედნიერების ჰორმონი, თივსები და ეს პირველი რაღაც ჩელენჯი გადავახე დილიდან და ეს გაბედნიერებული, გაჯანსაღებული რაღაც გამოდის. ხო, მე ვიცი რომ ცივ წყალში ჩადიხარ. აი ეს ადამიანები ვინც უყურებენ ახლა გადაცემას, ალბათ შეიძლება მათთვის იქნება ძალიან საინტერესო, როგორ შეიძლება აი ესე ნელ-ნელა ცივ წყალთან დაიწყონ ურთიერთობა. ანუ როგორ ხდება ეს? რამდენი წამია დასაშვები, როგორ უნდა დაიწყონ ეს? აი თუნდაც ცოტა რომ ხელ ტემპერატურის არის ადამიანის ორგანიზმი როცა იღვიძებს, ხო? კარგია, სხვა შორის არ მიხარება ამის საშუალება მომეც, ამიტომ დიდი ხანია ამას პროპაგანდას უწევდა. ყველაზე მარტივი არის, როდესაც მოუშვებ აბაზანაში დაიწყო ხელებით. იმიტომ რომ ხელები არის ყველაზე ტოლერანტული ამ ცივ წყალთან, ხო? იმიტომ რომ ხელებს ყველა ვიფოთ. შემდეგ სახით, იმიტომ ეს ხელები და სახე მიჩვეული გვაქვს ცივ წყალს. შემდეგ მოხსნი ყურმის და დაიწყებ ფეხის ტერფების დაბანას. ალბათ ერთი წუთი დაგჭირდება, რომ ეს ხელები, სახე და ფეხები მიაჩვო და მე აუცილებლად უნდა გადაკრა ზემოთ. აი მე მიშველეთ. აი ეს უნდა გადალახოს 10 წამი ალბათ. და იწყება სხვა ცხოვრება. კი, ანუ მართლა სხვა ცხოვრება იწყება, იმდენად მაგარ რაღაცებს აკეთებს. მე პირობას გაძლევთ უნდა ვცადო.
ძალიან მაინტერესებს რა რჩევებს მისცემდი საბოლოოდ ჩვენს მსმენელს, რომელიც ახლა უყურებს ამ გადაცემას. როდესაც გაიღვიძებთ, იქიდანვე დაიწყეთ პირველივე თვალის გახედიდან, დაიწყეთ მადლობით და სიყვარულით თქვენი დღე. გაიაზრეთ ის, რომ ესეთი სასწაული, რომ გაიხედებით, გამოიხედებით, რომ ამ სასწაულში რომ მოხვდით და ამისი შესაძლებლობა რომ მოგეცათ და სამყარომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ წმენაში ადამიანი ღმერთის წამს თუ რისი წამს, სამყარომ ეს ყველაფერი რომ მოგცა, ამითი იბედნიერეთ, გაიხარეთ და ამითი მადლობელი იყავით. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, ძალიან გამეხარდა რომ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე, თუნდაც მიმართულებით როგორ შეიძლება ადამიანმა სწორად იცხოვროს სწორი მიმართულებით და ეს გადაცემაც მოტივაცია სწორედ იმაზეა დაფუძნებული რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სწორი ცხოვრებით იცხოვროს, ჯანმრთელი ცხოვრებით, ჯანსაღი ცხოვრებით და რა თქმა უნდა ასეთ ლამაზ გარემოში უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე იყოს, როგორც გიორგი გვეყობა და თელი გადაცემის განმავლობაში. შესაძლოა რომ შემოგვიერთდით და შემდეგ გადაცემაში სხვა სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. აბა დროებით.